გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ზუგდიდში სკოლის დირექტორებს და პედაგოგებს მეორე საჯარო სკოლაში შეხვდა. მან პედაგოგებს სერტიფიცირების და სასკოლო გამოცდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მიმინოშვილი აფხაზეთის პირველ საჯარო სკოლასაც სტუმრობდა, სადაც გალის დაბალი ზონის სკოლების პედაგოგებს და მოსწავლეებს დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. რეგიონებში გასვლით შეხვედრებს გამოცდების ეროვნული ცენტრი რამოდენიმე კვირა ამართავს. ეს გამოცდა ვისაუბრეთ რა თქმა უნდა სერტიფიცირების პროცესზე, იმაზე რა ხარვეზებს ხედავთ ჩვენ თვითონ ამ პროცესში რა უნდა გაკეთდეს და რაზე ვაპირებთ მუშაობას. რა თქმა უნდა ძალიან გვაინტერესებდა პედაგოგების მოსაზრება, თვითონ რას ფიქრობენ მასწავლებლთა სერტიფიცირების პროცესზე, გვეთანხმებიან იმაში თუ არა რაც უნდა დაემატოს ამ პროცესს, იქნება თუ არა მათთვის ეს მოსახერხებელი და მისაღები. ძალიან მიხარია რომ უმრავლეს შემთხვევაში ჩვენი ასე ვთქვათ მიდგომები და მოსაზრებები ემთხვევა ერთმანეთს. ბევრი ბუნდოვანი საკითხი გაირკვა ჩვენთვის და ის თავისუფლება, რასაც სკოლებს გვაძლევენ, ძალიან დიდ პასუხისმგებლობის ქვეშ გვაყენებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გავართლებთ ალბათ თავს ისევ გამოცდების ეროვნული ცენტრის დახმარებით.